მეტროპოლიტენში შესაძლოა გაფიცვა დაიწყოს თანამშრომლები თბილისის სატრანსპორტო კომპანიას პირობის დარღვევაში ადანაშაულებენ და ხელფასის 20%-ით გაზრდას ითხოვენ. მეტროსადგურ დიდუბესთან დღეს 40-მდე თანამშრომელი შეიკრიბა და მერიას საკითხით დაინტერესება მოსთხოვა, თუმცა მიმართვას მერიამ და სატრანსპორტო კომპანიამ მხოლოდ სპეციალური განცხადებებით უპასუხეს. მეტროპოლიტენის 1700-მდე თანამშრომელი დაპირებულ ანაზღაურებას ითხოვს. ისინი ამბობენ, რომ დედაქალაქის ბიუჯეტიდან ხელფასისთვის გამოყოფილი 9.600.000 ლარი არასწორად გადანაწილდა და ნაცვლად დაპირებული 20%-ისა ხელფასი მხოლოდ 14%-ით გაეზარდათ. 20%-იანი დაწესებული ზღვარის ნაცვლად ემატებათ 51%-ს, მეტროპოლიტენში 14%-ით. ჩვენ მოვითხოვთ, რომ 20%-იანი სახელფასო, დიახ, 20%-იანი სახელფასო მატება აუცილებლად მოხდეს და განხორციელდეს მთლიანად ამ კოლექტივზე. ჩვენ ვითხოვთ ამ ეტაპზე სამართლიანობის აღდგენას. სხვა პრობლემები უამრავია, მაგრამ ეს ერთი პრობლემა კონკრეტული, რომელიც სულ ახლახანს დადგა, იცვლებულები ვართ გავაშკეროთ. თბილისის მეტროპოლიტენის მუშაკთა პროფკავშირებმა დღეს 5-პუნქტიანი მიმართვა გაავრცელა. ისინი გათავისუფლებული თანამშრომლების დაბრუნებასა და მძიმე და მავნე პირობებში მომუშავეთათვის ანაზღაურებაზე პროცენტული დანამატის გაცემას ითხოვენ. პრეტენზიები გვაქვს იმის, რომ ხელფასები გაანაწილა არასამართლიანად, იქ თვითონ ლაპარაკობდა იმის შესახებ, რომ ქონდა შიდა რესურსი, რომლითაც გაცემდა მავნე პირობებზე დანამატს. ეს შიდა რესურსი საერთოდ გაქრა და ის ხელფასების მომატების პროცენტი რაც იყო 20%, ეს გადაანაწილა მთელ კომპანიაზე. რეალურად რო ავიღოთ, ხო, გვემატება 14% ხელფასი და ამ 14%-ს დამატებული მავნესათვის განსაზღვრული რაღაც გარკვეული თანხა. 50 ლარი და 38 ლარია გრადაცია აქაც. ანუ უსამართლობა იმაში არის, რომ ჩვენ უნდა მოგვემატოთ, ჩვენი მოთხოვნა არის ის, რომ მოგვემატოთ ჩვენს ხელფასი იგივე პროცენტით, რაც ემატება სხვა სამსახურებს, მერიის სხვა სამსახურებს და პლუს ის მავნე პირობაზე დანამატი. დედაქალაქის მერიასა და თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში სატელევიზიო კომენტარზე უარი განაცხადეს, თუმცა მოგვიანებით ორივე უწყებამ იდენტური შინაარსის განცხადებები გაავრცელა. დამატებით გამოყოფილი 9.600.000 ლარი გადანაწილდა თანამშრომლებისათვის მაქსიმალურად გამჭვირვალედ სამართლიანობის პრინციპების დაცვით. კომპანიაში დასაქმებულთაგან 3,900-ზე მეტი ადამიანის ხელფასი 20-25-30%-ით გაიზარდა, ხოლო შედარებით მაღალ ანაზღაურებადი ხელფასის მქონე დასაქმებულთათვის საშუალოდ 18%-ით. კომპანიის უფროსი მენეჯერების ხელფასების მატება არ განხორციელებულა. მეტროპოლიტენის მუშაკები დედაქალაქის მთავრობას ვადას 14 იანვრამდე აძლევენ. წინააღმდეგ შემთხვევაში ჯერ გამაფრთხილებელ, შემდეგ კი ფართო მასშტაბიან გაფიცვას გეგმავენ.